დღეს უნდა ვესტუმროთ ერთ-ერთ ხანდაზმულ ადამიანს ჯალაბაშვილებში ხაჯერი ბერიძეს. ის როგორც მითხეს ძალიან ხანდაზმულია 90-ის არის თუ მეტის არ ვიცი და ას უნდა ვესტუმროთ და გამოგვივა მე მგონი კარგი საუბარი და კარგი ჩანახატი. ნახოთ დავუძახოთ ცოტა შემოგვაღამდა მაგრამ არ აუშავს. მერაბი გამარჯობათ. როგორ ზამთრობით? ხაჯერი დეიდა. კარგად. მოდი შეგეხუთო მაგას. როგორ ზამთრებით? როგორ? კარგად. ახლა იცით რა თქმა უნდა მე მითხრეს რომ ახო ასეთი ხანდაზმული მზადდებაო და შემოგითვალეთ და თქვენაც საქმის ხურში ხართ და რა ვიცი შენახატი გავაკეთოთ თქვენი საკოვან ადამიანებზე ვაკეთებთ ჩანახატებს და რა ვიცი მადლობა ქალბატონო ხაჯერ რამდენი საბრძანდებით 91-ში ვარ 91-ში ხარ ნამდვილად ესე არ მათქვა ნამდვილად მე ახლა დიმიტრე შვილები ლაპარაკდა ბედნევიო თქვენ მათყვილებთ მანდელი ხნის არ მეთქი მაგრამ ბედნევია და დიმიტრე რაღაც სპეციალური პარება მაგნეტის არ იქნებით რომ ასე ჯანზე ხართ ასე ლამაზად გამოიყურებით მიუხედავად მე ვიცი თქვენი ტკივილებიც ვიცი თქვენი ისიც ვიცი და ყოველ შეხად და მდგრად გამოიყურებით მართლაც არ ჯერავს თუ თქვენ 91-ში წადებით 91-ში ხარო. ბევრია თუ ცოტა ეს 91 წელი თქვენთვის რამდენია? მე ბევრი მგონია. იმიტომ მაშინდელი ამბავი იყო ქმარმა ალბათ ათხარ დავჭერდი და გამა ხმისა დამწერა მეთქი ასე ვამბობ. თქვენ როგორ ვიქნოთ თქვენ თვითონ აღარ გადახედავთ დღევანდელ ცხოვრებას. თქვენთვის 91 ბევრია თუ ცოტაა? ბევრია ჩემთვის. ნეუჟელი ახლა არ გეცოტავებათ? იმიტომ რომ სულ სვათ არ გავიდა ეს 90 წელი? და ცოტავებ, იმიტომ ბევრი ნამწვალები ვარ. ავიცი და ადგილობრივი ბრძანდებით, ხომ? ადგილი სოფელში გაიზარდეთ, აქ დაიბადეთ. მელა და ქვედამელაში ჩამოვედი. აჰა. სკოლაც აქ დაამთავრეთ, რა თქმა უნდა. სხვა თქვენი ბავშვობიდან რას გაიხსენებდით? ბავშვობიდან რა მახსოვს, მაგრამ მაშინდელი ამბავი მამაჩემ 5 ჩეთვერი ბაღჩა ქონდა. და იმ ბაღჩას ჩვენ ბაღნები ხელით ვამუშავებდით. მიადგებოდით პერიოდით, ხედავდი მაშინდელი მწვალება, მაშინდელი ხედავდი, რომ მამა გონდება ახლად მიკვეთ აფერ სულინით გიამეთქი. შრომა გქონდათ ესე? დედმამიშვილები რამდენი ყავით? დედმამიშვილები 7 ვიყავით. 7 იყავით. 2 ძმა მყავდა და რაჩი დები იყავი? ლაი მომიკეთ. თქვენ დაარჩი დედმამიშვილებიდან? მე დავჭი ახლა. უფროსი იყავი დედმამიშვილებში თუ უმცროსი? ყველაზე პატარა ვიყავ. ყველაზე პატარა ზანდებით, ესე. სხვა კიდე თქვენი ახალგაზრდობის პერიოდს მაშინ ახალგაზრდობა როგორ გახსენდება თქვენი ახალგაზრდობა? ძვალობით მე და რამე ამახსოვს. ყველა ესე იგი იმ დროისათვის თქვენი ასაკის ადამიანი როცა ახალგაზრდობა იქონდა, ყველა ძვალობდა მაშინ. კოლექტივობა იყო რაღაც. კოლექტივობის მაშინდელი ძვალობა კოლექტივი იყო. შრომაც არ გამოვიყვანდით ციმიდის ტოვერ მეტამდით ოჯახში. შრომად გევდოდით ვიმუშავებდით, შრომა გვექნებოდა, ციმით მიუღებდით, თვალ და აფენია და ყველა იმუშაობდა. სხვა? მაშინდელი ხედები ენაზე არ მოაქვს.
მაინც რომ მომავალმა თაობამ იცოდეს რომ როგორი ცხოვრება გამოიარეთ ეს უნდა გადმოსცეთ ახალ თაობას რომ როგორი ცხოვრება გაიარა ბებიის თაობამ ახლა მთელი ცხოვრება რა უნდა ახლა მე ბადიშები მყავს ბათუმში და თოხი აიწია უტადენი მუშაობენ სამსახურები აქვენ ერთი და ვარცხნე და რითმი ჩემი რეზერვი 1000 არა აქვს რომ მე 1000 ვაკიდევ რა უფრო ესე იგი მე სკოლაში საფილებით მოხარცებენ ისე ბევრი დამწვალები დედიკოები ყავსო და ახლა დაიდებიან თეელი დიმიტროველა ბარეს თქვენი საგალბატონი დასაფასებელი კი არა 100 ჯერ და 1000 ჯერ დასაფასებელია 100 ჯერ და 1000 ჯერ დასაფასებელია არიცმეთმა ახლა ვთქვათ რა გავიხსენოთ ახლა ბავშვობა კი ასე ახალგაზრდობა კი გათხოვება რამდენი წელი გათხოვდით? გათხოვებით ზორი წამი ხვამეს არ მეთხოვდი ედა სოფელში დიმინიშნეს და დედამთილი სოფლელი გავდა დედამთილი კაცი დაჭირული გავდა და მისი ამბავში იყო და მე მომენტადინა ის ნავითხოვ მე იქინდა გიტო და მამა აგე პერიოდე ისმელადია კეთობნება ისმელადიას ბაბა იყო ელჩი ჩემი აქედან იკაბოიდო და დავამიხო რა თქმა უნდა იცნობდით ხო თქვენს მეუღლეს კი ყველას კლასელების ხომ არ იყავით თანადოლები ხო არ იყავით კლასელები ვიყავით სამხედროში იყო ჩამოვიდა და ამოიდა და დანიშნული არ ყავდა პარიკი იყო და ბეჭედნები ეძვეს ამოიდა სკოლა დიახმარლო სკოლა იყო და მაშინდელი გათხოვება ამოიდა და ხელად მამა ჩემთან ამბავი მერდა მე იმანო ამოიდა და აწევდა და იქ შემოვიდა სკოლაზე და ევერი და ვახშამი ამჭამ ვახშამი ამჭამ იმანო შემოვიდა შეერდვა და მაშინდელი სიბლაკბები ესე კარგად იცნობდით ლამაზად? კი, ცნობეთ ვიცნობდი. ხომ არ მოგწონდათ კიდევაც? მოგწონდათ, აბა რომ არ მოგწონებოდა, ცოტა შენ პატარა ვარს ეთხოვდი. ერთი მაშინდელი რა ვიცმედა. მე თქვენი ცხოვრება როგორ წავიდა, თქვათ რომ შეუღუდით, მე რა მოხდა? ჩემი ცხოვრება ავარშენე გავუცხოვდი. კაცი მუშა მყავდა, კაცის დამოუკიდე იყო მე ყამაბახშიებში. და გამოსახდება ბოლოს სახლიდან მენკრადა. ის ეგზამ მქონდა იქით სახლი. ჩალაბაშვილებში სხვადასხვა ყველგან სახლი მეერყეობს და ინგრევა და ინეცლები იარებოდნენ და ძალიან კაი ადამიანები იყვნენ. შევიბრალებდნენ და მოიდნენ თბილისლებმა და ბებია შენ არ გაწუხდი მაგაზე შენო იმპერატორის მოგცემთო ამაზე უკეთესი იქნება ხან ქედაში მომცეთ ხან იქით ხან აქეთ ამდენზე მივახცი ეს მოდა დაღმა მარგო სახლი აქ გადმეიტანა და იქ გავუქნეთ ესე იგი ცხოვრობდით იქ აგეთ ცხოვრება აგეთ ცხოვრობ რამდენი შვილი ყავთ მე ხო მე რამდენი შვილი რვა შვილი ყავდათ და მე მგონი ორი გამოგაკლდათ და ღმერთო იგნატიაში აყოფნა მათი სულები და რა ვიცი ღმერთმა გაკმაროს ეს სიმწარა და მადლობთ ღმერთმა თქვენს და მე სიმწარე არ გაწევი სხვა კიდევ რას გაიხსენებდი თქვენი წარსული ცხოვრებიდან იგივე კოლექტივი როგორი იყო ან თქვა ნებისმიერი კოლექტივი ხელი იყო ხეზები იყო ახლა მაგერ ახლა ვარ და ვცხოვრობ ხანდახან ვიტყვი რომ მე ერთი პატახან სიცოცხლე აქნა ახლა მეკნებოდეს მეთქი თავისუფლება არ იყო საბელავრიდან დიმიტახდა ბრიგადელი ამოვიდოდა აკვანში ბანანა ჩავაკერდი კევიარდი წებდოდი მაშინდელი ხედები და ახლანდელი ერთია
რამდენი შვილი გყავთ? რამდენი შვილი ყავს? ახლა ჯვარამახარა. ბიჭებიდან თუ გოგმები? თქვენ როგორც ბიჭებიდან რა? ბიჭებიდან. სახლის პატიშები რამდენი ხალხი მაგალითად? სახლის პატიშები 3 მყავს. ერთი პატიში თხანი მე უკვე 4. და გამრავლოთ ღმერთმა. ამბრავლდებენ ახლა და მეტი. ღმერთმა ამრავლოს თქვენი ოჯახი და თქვენი მოდგმა და თქვენი ყველაფერი. ძალიან შვენიერი და მართლა ისეთნაირად გამოვიყურებით, ისეთნაირად კარგი ხალხადონი მზადდებით, რომ რა ვიცი რა. იგი ციმდა გოფეთია. დავალე. ხალხადონო ხაჯი. ახლა მე თქვენ რომ გიყურებთ, მე ლევანობისა ნამდვილად ამჯერავს, მაგრამ 91 წელს მზადდებით და მე გიყურებთ, ოჩახად გამოვიყურებით და თქვენ ზას დღევანდელ ძლებს ხომ იცი პატარა ის უნდა მომსახურება უნდა რამაში ემსახურები, ეხმარები, ეხიდები რამე საქმეებში? რაც შემეძლება ვეხმარები. თქვათ რა შეგიძლია რომ ახლა თქვათ საქმიანობაში ხონელი არ მყავს. თქვა ზოხას მოგწველით. ზოხას მოგწველით და გიმიყიდა. პოსტანში, ყანაში შეძლება მაგავა მუშა. ყოჩა, ერთმა ჯანმრთელობა მოგწეს. მაშინ შენ ზას დასატრაბახებელი აქ რომ ასეთი დედამთილი ყავს სახში რომ ოჯახს აბარებს, ხო? ჩაგაბარებს ოჯახს და შენ ლამაზად მოუგდი. პურს გამოაცხობ ალბათ. ჭას გამოაცხობ ალბათ, ხო? გააკეთებ ოჯახში იქნები. საჭმელებს ყველაფერს გააკეთებთ. კი. ყოჩა. მალადეც. სხვა რა შეგიძლია თქვათ შენი ცხოვრების მანძილზე გაიხსენო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ან რაღაც დრო შენთვის კარგი დრო, კარგი პერიოდი, კარგი რაღაც თუნდაც დღე, რა ვიცი, შეგიძლია ასეთი რამე გაიხსენო? ცუდი არადროს არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ. ყველაფერი კარგი ნამიფიქრო. ყველაზე კარგი რა გახსენდება, რა გახარებია ცხოვრებაში, შენთვის ბედნიერი რომ ყოფილიყარ. ყველაზე კარგი შვილი და მომავალი რა ვიცი. შვილები რომ შეგეძინა ალბათ ეს გახარებია. ხო. სხვა კიდევ რა ვთქვათ ახლა რა ვითი გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ხაჯი. ხალბატონო ხაჯი. მე მითხეს რომ თაზეს დადიოდი თუ 13 წელი 13 წელიწადი? რომელ თაზე დადიოდით? კომის თაზე. ესე იგი სიჯამთელი ალბათ ის თიდან ხომ არ მოგდევთ? კი. თიდან მოგდეთ ალბათ ხო? აბა გაიხსენე ახლა როგორ მემთევრობას ეწეოდით? მარტო თქვენი ზრხები მიყავდა თუ მეზობლებისაც მიყავდა? მეზობლებისა, მარტო ჩემი წინდა მაღამეიება. გოგოებისა, მეზობლებისა ალბათ ხო? მეზობლებისა. ხო და მოგვიყევი მაგ თვის 15 როხავს ველიდი. 15 როხას, ოჩახ. ესე იგი ახლაც რო ყავდეს ზოხა, ახლაც მოწველი. ახლა კი მინდა, მაგრამ არ მომიტყვანოს. ესე იგი მე თქვენს ძალს მოვთხოვ და მეთქვი რომ საყოველთაოს ვიცი რომ ზოხა იყიდეთ და მომლელი აგი არის და ახლა ფიშმა გახდა და ის მაინც იყიდის. რა თქმა უნდა იყიდია. ახლა ესეთი რაღაცა მაგალითად თქვენისთანა ასაკოვანი ადამიანები მყავს ჩაწერილი ხარაულაში, სოფელ დანდალოში, გოგიაშვილებში და თელს დანდალო საბჭოში. მოსიაშვილებში, გორგივში და რა ვიცი. თქვენისთანა ასაკოვანები არიან, თქვენი ტყუილები არიან და მე მინდა რომ მათ რაღაც გზავნილით შენი დალოცვა ან რამეს თქვა თუ გიდა. რაღაც შეთეხნის ხალი იყო აღერხა მოგდა მე მგონია. ხო და რას როგორ მიმართავდით იმ ხალხს, რას მიმართავდით შენს თანატოლებს, შენს თანატოლ ადამიანებს რას მიმართავდით, რას ეტყოდი? რაც ძოლობდი მეზობლებთან და ცხვირთან ვიყავი. მე მინდოდა მათ თქონებოდან მეც მქონებოდა. მარტო ჩემთან არ მიკისრია.
მეზობელი ახლა მაგერ ახლა არის მინდა ყველასწული იყო და ახლა მაშინ ასე გეტყვი, ჯალაბაშვილების აქაური ბრძანდებით, ჯალაბაშვილებიდან ბრძანდებით. რა გვარისა ბრძანდებით აქ? ჩხუბაძე ვარ და ბერძნებში ჩამოვედი. ჩხუბაძე ხარ და ბერძნებში გათხოვდით. ხო და ჯალაბაშვილების სოფელზე პატარა ხომ არ მოვიყვები? როგორი სოფელია, როგორი ხალხი ცხოვრობს, რა სოფელი აღარ სოფელი გამენისო მიდია. Zapomnę go jak to, coś to wymiana muszu. მიდიან იმის გამო რომ მეწყერსაში ზონაში ცხოვრობენ და მაგიტომაც მიდიან. აი ნათქმელი აქ დავით. ხო და აი თქვა როგორი სოფელი იყო, როგორი ხალხი ცხოვრობდა. სოფელი ჩვენი სოფლიდან სოფელი ადამიანი იყო. ხო და როგორი სოფელი იყო, მოგვიყევი? იყო. რატომ იყო კარგი? რითი იყო კარგი? ყველამფრით კაიყო. მოსავლითაც ადამიანობითაც. ყველამფერი დავით და როგორი ხალხი ცხოვრობდა? ხალხი ძალიან მშვენიერი ხალხი იყო. კიდე რას გვეტყვი ახლა? ესე იგი შენს ასაკოვან ადამიანებს როგორ მიმართავდი? შენ ასაკოვან ადამიანებს. შენ ტოლა ადამიანებს როგორ მიმართავდი? რას ეთქოდი? რას უსურვებდი? როგორ დალოცავდი? დავით და მაშინ ასე ვთქვათ, თქვენ 91 წლისა ბრძანდებით, ყოჩაღად გამოიყურებით, მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ 9 წლის მერე მე კიდევ შემოვივლი ამ ყველა სოფელს, ყველას ასე ვპირდები, ყველა ჩემ რესპონდენტს ასე ვპირდები, რომ ხელახლა უნდა შემოვიარო, 9 წლის მერე უნდა მოვიდე, თქვენთანაც მოვა 9 წლის მერე უშუალოდ თქვენთან. და მე უნდა გაიხსენოთ 9 წლის ამბები, პატარა 9 წლის ამბები, რომ დღეიდან 9 წლის ამბები უნდა გაიხსენოთ, 100 წლის იუბილეო გექნებათ, მაშინ პატარა სიუჟეტს გავაკეთებთ და ჩავწერთ პატარა კიდევ სიუჟეტს 9 წლის მერე თქვენთან. თანახმა ხო ხართ? კარგით მაშინ, დავასრულოთ პატარა ჩვენი სიუჟეტი და შევხვდეთ 9 წლის მერე. კარგად, ბრძანდებოდეთ. მადლობა.